გაინტერესებთ რა არის ის 5 ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც 2025 წელს SEO-ს კეთებისას უნდა მიექციოთ ყურადღება. მოგიხსენებათ ადრე SEO უფრო მეტად ტექნიკურ მხარეს და ბექლინკების რაოდენობას ეყრდნობოდა. ადრეში მე გულისხმობ 10-12 წლის წინ, როდესაც პოზიციონირება ბევრად უფრო მარტივი იყო. თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, რა თქმა უნდა, დაიხვეწა Google-ის საძიებო სისტემაც, რადგან ყოველწლიურად ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს Google-ის ალგორითმების გაუმჯობესებაზე და აქედან გამომდინარე დღევანდელი SEO ბევრად უფრო მეტ მნიშვნელოვან ფაქტორს ეყრდნობა, ვიდრე თუნდაც წინა წელს. Google-ის მიზანია, რომ მომხმარებელს თავის საძიებო სისტემის მეშვეობით აპოვნინოს ის, რაც მას უნდა და რაც შეესაბამება მისი ძიების განზრახვას ყველაზე მეტად და აქედან გამომდინარე Google მუდმივად ხვეწავს და აუმჯობესებს ალგორითმებს. მე ვეცადე გამომეყო 5 ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც 2025 წელს შეგვიძლია ყურადღება მივაქციოთ. ასევე 2024 წელი SEO-სთვის განახლებების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური იყო. 2012 წლის შემდეგ, როდესაც Panda Penguin-ის აპდეიტები გამოვიდა და საძიებო სისტემებში ბევრი რამ შეიცვალა, მსგავსი მასშტაბის აპდეიტები 10 წლის განმავლობაში, 12 წლის განმავლობაში არ ყოფილა 2024 წლამდე. 2024 წელს AI მიქონია მნიშვნელოვანი გავლენა იმაზე, რომ Google-ის ალგორითმები ბევრად უფრო სწრაფად განვითარებული იყვნენ და დახვეწილი იყვნენ. და მაშასა შეგვიძლია რომ გავყვეთ ფაქტორებს. პირველი ფაქტორი არის ბრენდის ძიების რაოდენობა. ძალიან დიდი ხნის წინ ამას Google არ აქცევდა ყურადღებას, თუმცა დღეისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი რენკინგ ფაქტორია თუ რამდენი მომხმარებელი ეძებს თქვენს ბრენდს, ანუ თქვენ გაქვთ უბრალოდ ვებსაიტი, რომლითაც SEO-ს დახმარებით გინდათ რომ ტრაფიკი მიიღოთ, თუ თქვენ ფლობთ ნამდვილად კომპანიას და ბრენდს და უბრალოდ SEO-საც აკეთებთ იმისათვის რომ ტრაფიკის ერთ-ერთი წყარო იყოს ის და დაგეხმაროთ. ბრენდის ძიების რაოდენობა, ერთის მხრივ საკმაოდ დიდ ავტორიტეტს ანიჭებს თქვენს კომპანიას Google-ის თვალში და ასევე უმარტივებს და უფრო სტაბილურს ხდის მის პოზიციონირებას. სტაბილურობაში გულისხმობ იმას, რომ თუ თქვენს ბრენდს აქვს გარკვეული ძიება, მაგალითად თუ ყოველთვიურად 10,000 კაცი ეძებს თქვენი ბრენდის დასახელებას, ეს ნიშნავს, რომ Google-ისთვის თქვენ გარკვეული ტიპის ავტორიტეტი ხართ, რადგან ბრენდის ძიების მოპოვებას საკმაოდ დიდი წლები სჭირდება, თუ სტაბილური ძიება და თუ არ არის რაღაც სპაიკები. და ამ შემთხვევაში თუ თქვენ მოიპოვებთ საძიებო სისტემაში პოზიციებს, ეს იმის საფუძველი ხდება ხშირ შემთხვევაში, რომ პოზიციები დიდხანს შენარჩუნდება. რადგან თქვენ მომხმარებლებიც გიყურებენ როგორც ბრენდს და აქედან გამომდინარე Google-იც უფრო მეტ ავტორიტეტს განიჭებთ. რა თქმა უნდა, ინტერნეტში იყიდება სერვისები, რომლებიც ბრენდის search volume-ს გაგიზრდის, თუმცა რა თქმა უნდა, მათ გამოყენებას არ გირჩევთ. ეგ არის Black Hat SEO-ს შემადგენელი ნაწილი და შეიძლება რაღაც დროის შემდეგ უკუ ეფექტი იქონიოს თქვენი ვებსაიტის პოზიციონირებაზე. გირჩევთ, რომ ბრენდის search volume გაზარდოთ ნატურალურად, იმიტომ რომ როცა ბრენდის ძიებას ზრდით, ეს მარტო Google-ის პოზიციებისთვის არ არის კარგი. ეს ზოგადი მარკეტინგისთვისაც კარგია. ვიდეო კონტენტი და სხვა ტიპის რეკლამები ძირითადად დადებითად მოქმედებს ხოლმე ბრენდის ძიების რაოდენობაზე. ეს საკმაოდ მარტივად დაბუსტავს თქვენს პოზიციებს და მოგცემთ გრძელვადიან შედეგებს. მეორე ფაქტორი, რასაც წელს მნიშვნელობა ექნება, არის ტრაფიკის დივერსიფიკაცია. რას ნიშნავს ტრაფიკის დივერსიფიკაცია? თუ თქვენი ტრაფიკის 90% მოდის Google-დან, ან 100% მოდის Google-დან, ეს Google-ისთვის არ აღიქმება დადებით სიგნალად.
ეს ნიშნავს, რომ თქვენ მთლიანად დამოკიდებული ხართ საძიებო სისტემაზე. შესაძლოა მთლიანი თქვენი ბიზნესი, თქვენი კომპანია, თქვენი მარკეტინგი, ყველაფერი აწყობილია Google-ზე. და ეს Google არ მოსწონს, იმიტომ რომ მისთვის ეს არაბუნებრივი და არანატურალურია, იმიტომ რომ თუ ხართ ლეგიტიმური კომპანია და მხოლოდ SEO მიზნებისთვის არაკეთებთ რაღაცებს, თქვენი ტრაფიკი უნდა იყოს დივერსიფიცირებული. ნაწილს უნდა იღებდეთ Google-დან, ნაწილს უნდა იღებდეთ სხვადასხვა სოციალური ქსელებიდან, ნაწილი უნდა იყოს direct to store-ები მაგალითად, ნაწილი სხვა პლატფორმებიდან. მოკლედ, რაც უფრო დივერსიფიცირებულია თქვენი ტრაფიკი, მით უფრო მარტივია პოზიციონირება. და მეორეს მხრივ, რაც უფრო დიდი პროცენტულობა უკავია თქვენს Google Analytics-ში Google-ის ტრაფიკის პროცენტულობას, მით უფრო რთულია პოზიციონირება. იმიტომ რომ Google-ის საძიებო სისტემის მთავარი არსი არის, რომ მომხმარებლებს შესაბამის ძიებებზე უჩვენონ რელევანტური ვებსაიტები, რომელიც მათ განზრახვას დააკმაყოფილებს. და თუ მხოლოდ Google-დან ყავთ ტრაფიკი, ამ შემთხვევაში Google-ის საძიებო სისტემა აღიქვავს, რომ შესაძლოა თქვენი ვებსაიტი გათვლილია მთლიანად და აწყობილი გაქვთ იმაზე, რომ მხოლოდ Google-დან მიიღოთ ტრაფიკი, ანუ ზედმეტად ხართ აქცენტირებული მასზე, მთლიანად კონტენტი, ვებსაიტი, აბსოლუტურად ყველაფერი აწყობილი გაქვთ Google-ისგან ტრაფიკის მიღებაზე და მსგავს ტიპის ქცევა Google-ს არ მოსწონს. ეს არის მიზეზი, რის გამოც აკეთებს ხშირად წელიწადში რამოდენიმეჯერ თავისი საძიებო სისტემის ალგორითმების განახლებებს, რომ ჩვეულებრივმა ადამიანებმა, ვინც უბრალოდ SEO-სთვის პირად სარგებლის მიღების მიზნით აწყობენ გარკვეულ ვებსაიტებს და გადაწყვეტავენ, რომ ტრაფიკი მიიღონ საძიებო სისტემიდან, უფრო ნაკლები სარგებელი ნახონ და წინა პლანზე წამოვიდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც რეალურად მართლა ღირებულებას ქმნიან პოტენციური მომხმარებლებისთვის. ასე რომ, რაც უფრო მეტად დივერსიფიცირებული გექნება ტრაფიკი, მით უკეთესია ზოგადად, რა თქმა უნდა, ბიზნესისთვისაც გაგონილი გექნებათ, რომ ყველა კვერცხი ერთ კალათში არ უნდა ჩადოთ, თუმცა ასევე SEO-სთვისაც. თუ SEO-ს ეკეთებას იწყებთ, მაგალითად, სხვა ტიპის ტრაფიკი თქვენს კომპანიას დაეხმარება. სხვა ტიპის ტრაფიკის მიღება თქვენს კომპანიას დაეხმარება არა მარტო იმაში, რომ შედეგები უფრო სწრაფად მიიღოს, არამედ იმაშიც, რომ საერთოდ შედეგები მიიღოს. ასე რომ 2025 წელს ეს ფაქტორიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ბრენდს, ან კომპანიას, ან ვებსაიტს ჰქონდეს ტრაფიკი სხვადასხვა წყაროებიდან. ძირითადად, როცა ახალ საიტებზე მუშაობთ ხოლმე, რომელთაც საერთოდ არ აქვთ პოზიციები, რომელი ვებსაიტებიც არის მაგალითად ერთი თვის შექმნილი. მათი პოზიციონირება დასაწყისში საკმაოდ რთულია, თუ არ ყავთ არანაირი ტრაფიკი. თუ გათვლილია იმაზე, რომ მხოლოდ Google-დან მიიღოს ტრაფიკი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი წყაროებიც ეხმარება ამ ვებსაიტებს, მაშინ პოზიციონირებას ისინი ბევრად უფრო მარტივად იწყებენ, რადგან Google უფრო ლეგიტიმურად უყურებს მათ არსებობას. რაც შეეხება მესამე მიზეზს. მესამე მიზეზი, რომელიც ასევე არ არის ახალი, თუმცა დღევანდელ ვიდეოში უბრალოდ წელს პრიორიტეტების მიხედვით ვალაგებთ ფაქტორებს, არის ბექლინკებიდან მიღებული ტრაფიკი. მოგეხსენებათ, ბექლინკების მნიშვნელობა ყოველწლიურად იცვლება Google-ისთვის. ძალიან ხშირად 3, 4, 5 წლის წინ ამბობდნენ, რომ ბექლინკებს საერთოდ აღარ აქვს ძალა, თუმცა ეს სრული სისულელეა და Google-ისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი და მთავარ ფაქტორად რჩება კვლავ პოზიციონირებისთვის, რომ ავხსნათ, რატო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი ფაქტორი. ანუ ჩემი აზრით, ძალის უშუალოდ პოზიციისთვის, პოზიციონირებისთვის შესაბამის ძალას ვებსაიტი იკრებს ბექლინკებიდან. იდეაში
ბევრი რამ ვებსაიტზე შეგიძლია რომ გააკეთო და ააწყო იდეალურად. ყველა შეუძლია რომ იდეალურად ააწყოს და თუ შევხედავთ იმ პოტენციურ სცენარს, რომ თქვენც და თქვენს კონკურენტსაც on-page-SEO იდეალურად გაქვთ გაკეთებული და შესაძლებელია on-page SEO-ს იდეალურად გაკეთება. და ვთქვათ, არც ეს არ გაქვთ ბრენდის search volume, ტრაფიკიც მაგალითად ერთნაირად გაქვთ სხვადასხვა წყაროებიდან, რაც წინა ფაქტორებზე რაც ვისაუბრე. რის მიხედვით უნდა განსაზღვროს Google-მა რომელი ვებსაიტი მოხვდეს პირველზე და რომელი მეორეზე მაგალითად. ამის განსაზღვრად Google იყენებს არა მარტო backlink-ებს, თუმცა backlink-ესაც. ყოველ შემთხვევაში კონკურენცია ტოპ პოზიციებს შორის ძირითადად ხდება link profile-ით, backlink-ებით. და გამომდინარე იქიდან, რომ ისევე როგორც ძალიან ბევრი სხვა რამის backlink-ების ყიდვა შესაძლებელია, 10 წლის წინ მაგალითად 5,000-10,000 მილიონ backlink ყიდულობდნენ იმისათვის, რომ პოზიციები ჰქონოდათ, თუმცა შემდეგ ამ მსგავსი ტიპის მიდგომამ აზრი დაკარგა და უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭა არა რაოდენობას, არამედ ხარისხს. და ეს ტენდენცია გრძელდება. Backlink-ების ძალიან ბევრი ტიპს საერთოდ აღარ აქვს ძალა და პირიქით უფრო ნეგატიური შედეგის მომტანია ვიდრე პოზიტიურის და წელს რა შეგვიძლია რომ ვთქვათ backlink-ების შესახებ, თუ თქვენს მიერ განთავსებული ლინკიდან, სტატიიდან თქვენს ვებსაიტზე გადმოდიან მომხმარებლები, ამ შემთხვევაში ეს backlink-ი ღირებულია. რამოდენიმე წლის წინ Yandex-ის ფაქტორები გაილიქა, რენკინგის ფაქტორები და იქაც იყო ეს ნახსენები, ეს ფაქტორი. უშუალოდ თუ თქვენ გააკეთეთ სადმე backlink-ი და თუ იქიდან სტაბილურად თქვენთან მომხმარებლები გადმოდიან, მაგ backlink-ს კარგი ძალა აქვს, მოკლედ რო ვთქვათ. და ეს წელს არ გაგვიგია, მრავალი წელია ესეა. თუმცა ამას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. ასევე მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ თუ მაგალითად სადმე განათავსეთ სარეკლამო სტატია, სარეკლამო სტატიაში გულისხმობ backlink-ზე გათვლილ სტატიას და ამ სტატიამ საერთოდ არ მოახდინა პოზიციონირება, ვერ მოიპოვა ორგანული keyword-ები. ამ შემთხვევაში თქვენ ნაკლებად ძლიერ backlink-ს მიიღებთ, ხოლო თუ თქვენს მიერ განთავსებული სტატია დაირანკა, ასე რომ ვთქვათ, გარკვეულ ორგანულ keyword-ებზე გამოჩნდა, ამ შემთხვევაში თქვენი backlink-ი რა თქმა უნდა უფრო ძლიერი გამოდის, იმიტომ რომ თუ არსად არ მოახდინა თქვენმა დადებულმა ლინკმა პოზიციონირება, უბრალოდ სტატიამ, რომელშიც ლინკი გიზით, ესე იგი Google-მა ავტორიტეტულად არ მიიჩნია, არც ხარისხიანად არ მიიჩნია და საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს სტატია თავის საძიებო რეზულტატებში განთავსებულიყო და რა ლოგიკით უნდა ჰქონდეს მაშინ თქვენს ლინკს ძალა, არ ექნება. ამიტომ backlink-ების კეთებისას წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ერთი, იქიდან გადმომავალ referral traffic-ს და მეორე, თუ additional articles ანთავსებთ ან guest post-ებს აგრეთ წოდებულს, რამდენად იწყებს თქვენი სტატიები პოზიციონირებას. თუ პოზიციონირებას არ იწყებს თქვენი სტატიები, ესე იგი დიდ არაფერ შედეგს არ მიიღებთ იქიდან, რაღაც გარკვეული შედეგი მაინც ექნება, თუმცა ისეთი არაფერი. რაც შეეხება მეოთხე ფაქტორს, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს არის ეგრეთ წოდებული nav boost-ი. და რას ნიშნავს ეს nav boost-ი? თუ მომხმარებელმა განახორციელა ძიება, გადმოვიდა თქვენს ვებსაიტზე და შეიძინა რაღაცა, ან დარეკა, ან ნომერი ჩაწერა და აღარ დაბრუნდა საძიებო სისტემაში. ეს არის იდეალური შემთხვევა. Google-ისთვისაც მსგავსი ტიპის შემთხვევა ბევრად უფრო კარგია. ანუ მომხმარებლის სურვილი შესრულდა. მას აღარ მოუწია, რომ დაბრუნდეს უკან საძიებო სისტემაში, რომ გააგრძელოს ძიება. მოკლედ, თუ მომხმარებელი გადმოვიდა თქვენს ვებსაიტზე, განახორციელა რაღაც ქმედება და აღარ დაბრუნდა უკან საძიებო სისტემაში იმისათვის, რომ სხვა შედეგებიც ნახოს, ეს თქვენს პოზიციებს და თქვენს ვებსაიტს დაბუსტავს. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მომხმარებლის განზრახვა კმაყოფილდება და თუ მომხმარებელია კმაყოფილი, მაშინ Google-ის კმაყოფილია და უფრო მაღლა და მაღლა ახვალთ პოზიციებში. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და შესწავლილი გქონდეს მომხმარებლის განზრახვა
keyword-ების ტიპების შესახებ განთავსებული გვაქვს ვიდეო, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ და განზრახვის მიხედვით დავახვედროთ შესაბამისი ტიპის კონტენტი ან სერვისი მომხმარებელს. ანუ SEO არ უნდა იყოს მხოლოდ გათვლილი პოზიციონირებას და იმაზე, რომ რაღაცა პირველ პოზიციაზე მოხვდეს. მთავარია განსაზღვროთ სწორი გვერდი, სწორი სერვისი, სწორი რაიმე, რაც უნდა მოხვდეს პირველ პოზიციაზე. იმისათვის, რომ მომხმარებლის განზრახვა დაკმაყოფილდეს და შეინარჩუნოთ ეგ პოზიცია. თუ განვიხილოთ მეორე სცენარს, სადაც მაგალითად გაქვთ ვებსაიტი, გაუკეთეთ SEO და მოხვდით პირველ პოზიციაზე, მაგრამ გადმოსული მომხმარებლებიდან 90% ვერ კმაყოფილდება თქვენი ვებსაიტით, ასე რომ ვთქვათ, მარტივად და ბრუნდება საძიებო სისტემაში იმისათვის, რომ სხვა შედეგებიც ნახოს. არის გარკვეული ტიპის keyword-ები, როცა მომხმარებლები ბევრ კლიკს ანხორციელებენ და ამასაც სწავლობს Google, თუმცა თუ თქვენი keyword-ი არ მიეკუთვნება ისეთი ტიპის keyword-ებს, როცა მომხმარებელი ბევრ შედეგს ნახულობს და ყოველ ჯერზე მაინც უწევს უკან დაბრუნება, ესე იგი თქვენ არ იმსახურებთ პირველ პოზიციაზე და არ უნდა იყოთ პირველ პოზიციაზე. აქედან გამომდინარე რაღაც დროის შემდეგ, რაც არ უნდა კარგად გქონდეთ home-page გაკეთებული, რაც არ უნდა კარგად გქონდეთ გაკეთებული backlink-ები, თქვენი პოზიციის ჩამოწევა მოხდება, იმიტომ რომ მომხმარებლის განზრახვას ვერ აკმაყოფილებთ. ასე რომ 2025 წელს მნიშვნელოვანია, რომ keyword-ების საძიებო სიტყვების განსაზღვრის შემდეგ სწორად მოახდინოთ keyword mapping-ი, ანუ keyword-ების სწორად შეუსაბამოთ შესაბამის გვერდებს. და იფიქროთ იმაზე, რომ დაკმაყოფილდეს მომხმარებლის განზრახვა და თქვენს ვებსაიტზე შემოსვლის შემდეგ მას აღარ მოუწიოს დაბრუნება ისევ საძიებო სისტემაში და აღარ მოუწიოს ისევ რაღაცის დაგუგლა. ანუ თქვენი ვებსაიტი იყოს ბოლო გაჩერება მისთვის დაგუგლის შემდეგ. და მეხუთე ფაქტორი, კონტენტი. არ ვიცი რატო ჩავწვი ბოლოში, იმიტომ რომ კონტენტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა კონტენტი რომ მნიშვნელოვანია, ისედაც ყველამ ვიცით ყოველთვის. ამ შემთხვევაში მინდა გავუსვა ხაზი ტოპიკური ავტორიტეტის შექმნას, ანუ არა უბრალოდ კონტენტს, რომელიც გარკვეული თემატიკის შესახებ იწერება და იდება ვებსაიტზე, რაღაც ბლოგებს, სადაც keyword-ები გაქვთ უბრალოდ გამოყენებული. არამედ სტრატეგიულად განთავსებულ კონტენტს, რომელიც უზრუნველყოფს topical authority-ს შექმნას. რას ნიშნავს ეს topical authority? სხვა შორის ზუსტად ამ მიდგომით ვაკეთებთ. ზოგადად ამ მიდგომით ვაკეთებთ SEO-ს, რაზეც ვილაპარაკე ჩვენთან საგენდოში, Tenix SEO-ში და კონტენტს ამ მიდგომით ვწერთ. ანუ საქართველოში პირველი კომპანია ვართ, რომელიც topical authority map-ებს აკეთებს და მის მიხედვით content გეგმას topical authority map-ის მიხედვით მიყვება. რა არის ახლა ეს topical authority map-ი? მოკლედ რო გითხრათ, topical authority map-ი ნიშნავს, რომ გარკვეული თემატიკის გარშემო Google-მა თქვენ მიგიჩნიოთ ამ სფეროს ავტორიტეტად. ანუ იმდენად ყოვლისმომცველი კონტენტი გქონდეთ გარკვეული თემატიკის გარშემო განთავსებული, რომ Google-მა მიიჩნიოს, რომ ესენი შინაარსობრივად ამ სფეროში ყველაზე მაგრები არიან, ანუ ყველაფერზე უწერიათ. Topical authority map-ი, თავისი შედგენის პრინციპები აქვს, თუმცა მანდაც უნდა აიღოთ სფეროში არსებული keyword-ები, დაყოთ მომხმარებელთა განზრახვის მიხედვით და განათავსოთ ბლოგები იმ ყველა პოტენციური კითხვის, ყველა პოტენციური თემატიკის შესახებ, რაც მომხმარებელს შეიძლება რომ აინტერესებდეს და რაც keyword research-ით გამოჩნდება რომ აინტერესებთ. ანუ თქვენმა კონტენტმა რაღაც დროის შემდეგ უნდა უპასუხოს ყველა შესაძლო შეკითხვას, რაც შეიძლება რომ მომხმარებელს გაუჩნდეს. ამ შემთხვევაში გექნება თქვენ ხარისხიანი კონტენტი და ამ შემთხვევაში მიგიჩნევთ Google გარკვეულ თემატიკაში ავტორიტეტად. Topical authority-ს შექმნა ხანგრძლივი პროცესია, არ არის მოკლევადიანი პროცესი, იმიტომ რომ მოცულობითი კონტენტი გჭირდებათ. თუმცა კარგია იმ ხრივ, რომ topical authority-ს ამ სტრატეგიის განხორციელების შედეგად ყველა ტიპის განზრახვის keyword-ისათვისება ხდება, ტრანზაქციულის, კომერციულის, ინფორმაციულის
და ასევე შემდეგ ესენი ერთმანეთში სწორი ლოგიკით ილინკება და საბოლოო ჯამში ან სერვისის, ან landing page, ან რაღაცას აძლიერებს, რომელიც უნდა პოზიციონირდეს ტრანზაქციულ keyword-ებზე. აქედან გამომდინარე, ეს უფრო ჭკვიანური სტრატეგია კონტენტის გაწერის და განთავსების, ვიდრე უბრალოდ keyword-ების გამოყენება ბლოგში, იმიტომ რომ ესე საბოლოო ჯამში შეავსებთ მთლიან ინფორმაციულ ველს. და გრძელვადიან პერსპექტივაში ვფიქრობ, რომ კარგი შედეგი გექნებათ, ხოლო უბრალოდ ბლოგების განთავსებისას რაღაც keyword-ებზე დაინაკებით, შემდეგ ვიღაც დაწერს, ვიღაცა გადაგიჯოგრავთ და ეგ პროცესი არასდროს არ სრულდება იდეაში SEO მუდმივად კონკურენცია. მადლობა გიხდით ყურადღებისთვის. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაგვიკომენტარეთ, გამოგვიწერეთ და ლაიქეთ და კიდევ უფრო მეტ მსგავსი ტიპის კონტენტს შემოგთავაზებთ.